ჩვენ დამოუკიდებლობა როცა გამოაცხადეთ, ჩვენ გვინდოდა თანამეგობრობაში გაწევრიანება, რომელიც აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას, რომელიც არის იმ პრინციპებზე, რომელიც არის დემოკრატიული პრინციპებით დაფუძნებული, რომელსაც ქართული კულტურა ასევე წარმოადგენს, ხო, თავისუფლება, თანასწორობა და ასე შემდეგ. დასავლური სივრცე ჩვენთვის იყო ორგანული სივრცე, სადაც ჩვენი დამოუკიდებლობა შეიძლება განხორციელებული. იმიტომ რომ სხვა სიტუაციაში სამეზობლოში ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ყავდა დიდი იმპერია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობაში არ იყო დაინტერესებული და ყველაზე უკანასკნელი რუსეთი არის, რომელსაც არც მიუიწყებია ეს იმპერიული თავისი ძრახვები. შესაბამისად, ეხლა სადაც ვართ, არის მომენტი, როდესაც ჩვენმა მმართველმა რეჟიმმა ჩაგვხსნა დასავლეთს და სამწუხაროდ მოწყვლადი გაგვხადა იმპერიის წინაშე ისევ. და თან ეს არ არის რაღაცა ჩვენი აღწედა, რომ ეს იმპერია არის, თავად პუტინს აქვს გაცხადებული, რომ მათ სურთ ძველი იმპერიის აღდგენა. შესაბამისად, ჩვენთვის ეხლა ისევ სამწუხაროდ დგას რეალობა, რომ ჩვენ შეიძლება დავკარგოთ დამოუკიდებლობა და თუ დავაკვირდებით იმას, რომ ჩვენი მთავრობა ბევრ რამეს სიტყვასიტყვით ისე აკეთებს, როგორც რუსეთის ფედერაციას უნდა ჩათვალეთ, რომ ეს დამოუკიდებლობა უკვე დაკარგული არის. უბრალოდ ჯერ არ გაფორმებულა. არ გაფორმებდა, იმიტომ რომ ქართული ხალხი ჯერჯერობით კიდევ წინააღმდეგობას სცემს.